თეაონიას არ უთქვამს არაფერი ახალი, არ უთქვამს არაფერი, რაც არ იცოდა უკვე საზოგადოებამ, მათ შორის პროფესიულმა წრეებმა და ზოგადად საქართველოს მოქალაქეებმა. 2013 წლიდან მიმდინარეობს ამ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების გარშემო არსებულ პრობლემებზე კონკრეტული გამოძიებები, მათ შორის ჟურნალისტური გამოძიებები, მედია აშუქებს პერმანენტულად და ყოველთვის. მაგრამ ის რაც მოხდა აი ამ უკანასკნელი 2 დღის განმავლობაში, სულ სხვა რაღაცაზე მეტყველებს, ვიდრე იმაზე, რომ ქართული ოცნების დღეს უკვე არალეგიტიმურმა ხელისუფლებამ რაღაცნაირად გადაწყვიტა თავისი საქართველოს ხელისუფლებაში არსებობის მე-13 არალეგიტიმურ წევრს ყურადღება მიაქციოს იმას, რასაც ამდენი ხნის განმავლობაში მიზანმიმართულად ანადგურებდნენ. ვერავინ ვერ დაგვარწმუნებს საზოგადოებას იმაში, რომ ქართული ოცნებისთვის როდესმე კულტურული მემკვიდრეობა იყო მნიშვნელოვანი. და ამაზე არაერთი ფაქტი მეტყველებს. საინტერესო თეაონიანის გამოსვლაში არის ერთი პატარა დეტალი. მას არ უსაუბრია და არც კი აღუნიშნავს მაგალითად გელათი, რომელიც არის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი ქართული ოცნების ახსენა რეაბილიტაციის კონტექსტში, მაგრამ ეს ფაქტი არ დაუკავშირა სხვათა შორის თეა წულუკიანის უწყებას. მაშინ, როდესაც თეა წულუკიანი წარმოადგენდა კულტურის სამინისტროს. რაც შეეხება თეა წულუკიანს და რაც შეეხება კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს, მაშინ, როდესაც მინისტრის პოზიციაზე იყო სწორედ თეა წულუკიანი. კულტურული მემკვიდრეობის ეროვნულ სააგენტოს მაშინ ხელმძღვანელობდა ნიკოლო ზაზნაურაშვილი. ეხლა ვინ არის ნიკოლო ზაზნაურაშვილი? ეს არის ადამიანი, რომელსაც არავითარი კომპეტენცია და არავითარი შესაბამისი გამოცდილება არ ქონია კულტურული მემკვიდრეობის მიმართულებით. ეს ადამიანი თეა წულუკიანმა თავის დროზე წამოიყვანა სასჯელოსნობის დეპარტამენტიდან, იმ უწყებიდან, საიდანაც ის გადააკვალიფიცირეს როგორც კულტურის მინისტრი, არ ვიცი, ეთყობა იუსტიციის მინისტრის პოზიციაზე იმდენად წარმატებული იყო, რომ მისი მოღვაწეობა უკვე უნდა კულტურის მიმართულებით გაგრძელებული იყო. პოლიტიკური ნიშით კადრებისგან გასაგები იყო. ის რეპრესიული ხაზი, რაც თეა წულუკიანმა გაატარა და რაზეც დეამაც ისაუბრა, ეს არის მნიშვნელოვანი დარღვევა, რასაკვირველია, ამან მიიყვანა მათ შორის ქართული კულტურის უმნიშვნელოვანესი და არა მხოლოდ ლოკალური მნიშვნელობის, არამედ იუნესკოს სიაში არსებული მნიშვნელოვანი ძეგლების მდგომარეობა აი ამ სავალალო კონდიციამდე, რომელსაც დღეს ჩვენ ვხედავთ და რომელთანაც გამკლავება ფაქტობრივად არის შეუძლებელი, იმიტომ რომ ის ზიანი, რაც ამ ძეგლებს უკვე მიადგა, მაგალითად ჯვრის მონასტრის ორივე ტაძარი, დიდი და მცირე ტაძარი. აქ საუბარი არის გარე პერანგის რღვევასთან. ეხლა ამაზე უფრო ღრმა ანალიზი რომ გაკეთდეს, ადამიანები, ვინც არიან პროფესიის წარმომადგენლები, მათ იციან, რომ ჯვრის მონასტრის კომპლექსში შემავალი ორივე ტაძარი, დიდი და მცირე ტაძრები აგებულია ქვიშაქვის მასალისგან. ეს არის ბუნებრივი საქართველოსთვის დამახასიათებელი მასალა, რომელსაც ახასიათებს ნაკლები მედეგობა გარემო პირობების მიმართ. მზე წიმა ქარი აზიანებს გამოქარვას ახდენს ამ მასალის და ხდება ამის ჩამოცვენა. აღსანიშნავია, რომ 506,000 დოლარით, 9 მილიონზე მეტი თანხით, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ფონდიდან სწორედ ჯვრის აი ამ მონასტრების გარე პერანგზე რესტავრაციის სამუშაოები დაფინანსდა. ეს დაფინანსება და გრანტი მოიპოვა ჩუბინაშვილის ცენტრმა და ეს იყო ჩუბინაშვილის ცენტრის მიერ უკვე მოპოვებული მეორე ეტაპის გრანტი, რომელიც გააჩერა კულტურის სამინისტრომ. იქ ვერ გაიყვეს ეთყობა, სად უნდა წასულიყო ამ თანხის დიდი ნაწილი არალეგალურად, რასაკვირველია, რომელი მინისტრის და რომელი უწყების წარმომადგენლის ალბათ სახლში, ან პირად, არ ვიცი, განკარგვაში და მაშინ, როდესაც ეს ძეგლები ზიანდებოდა და ნადგურდებოდა სწორედ კულტურის სამინისტროს დამსახურებით, მაშინ საქართველოს მაშინ ჯერ კიდევ ლეგიტიმური მთავრობის წარმომადგენლები ბიუჯეტიდან იპარავდნენ მილიონებს. იმ ბიუჯეტიდან, რომელსაც საქართველოს საზოგადოება ადგენს და რომელსაც უნდა განკარგავდეს სახელმწიფო სწორედ ეროვნული ინტერესების შესაბამისად, მაგრამ ქართული ოცნების კრიმინალური გუნდისთვის მე სხვას ვერაფერს ვერ დავარქმევ ამ პოლიტიკურ ეგრეთ წოდებულ ჯგუფს, არასდროს არ ყოფილა არც ქართული კულტურა, არც ეროვნული ღირებულებები მნიშვნელოვანი. ადამიანებმა, კონკრეტულმა ჩინოვნიკებმა მილიონები დააალაგეს სახლში, მაშინ, როდესაც ელემენტარულად ჯვრის მონასტერში არ არსებობს გარე სამონიტორინგო სისტემა, ანუ ვიდეოკამერა, აი მარტივად რო ვთქვათ, ვიდეოკამერა არ არსებობს. და ყველა ადამიანს რომელიც არის ყველგან. მათ შორის ჯვრის
ამ გრანტს არავითარი ბედი არ ეწია, იმიტომ რომ მოპოვებული გრანტი გააჩერა კულტურის სამინისტრომ, ეს თანხა რასაკვირველია დაიკარგა და ან დაბრუნდა. რუსეთი არ მისცემს კულტურულ მემკვიდრეობას. არა, რასაკვირველია. ამ გრანტის გამოყენება ახლა უკვე ჩავლილი ამბავია და ეს აღარ მოხდება. ერთადერთი შანსი, სხვათა შორის, თეაუნიანმა ისიც აღნიშნა, რომ თურმე საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობა მნიშვნელოვანია. მაშინ, როდესაც ყოველწლიურ შეხვედრაზე, რომელსაც იუნესკო მართავს და წელს ივლისში გაიმართა 53-მე შეხვედრა, მაგალითად, ყოველწლიურ შეხვედრებზე საქართველოს სახელმწიფოს კონკრეტული დავალება მოსდის იუნესკოსგან. თავის ანგარიში წერს იუნესკო, რომ აუცილებელია მოხდეს უცხოელი ექსპერტების ჩართულობა, როგორც მეთოდოლოგიაში და იმის შემუშავებაში, როგორ უნდა ჩატარდეს სარესტავრაციო სამუშაოები, ასევე უშუალოდ მონაწილეობას უნდა იღებდნენ ეს უცხოელი ექსპერტები აი ამ სამუშაოებში, მაგრამ არც ერთხელ საქართველოს არ გაუთვალისწინებია ის რეკომენდაცია, რომელსაც იუნესკო გვაძლევს ყოველ წელს. კი ბატონო, мотиваცია ახლა რა შეიძლება იყოს აი ამ რაღაც ერთგვარი თვითაღიარების ცოტათი მოგვაგონებს იმ ჟურნალისტურ გამოძიებებს, რომლებიც კორუფციაზე საუბრობდნენ და მუდმივად უარყოფდნენ და შემდეგ თვითონ დაიწყეს ამას ლაპარაკი, რაღაცით გავს თითქოს მაგ პროცესს. თქვენ საუბრობდით კომპეტენციის ნაკლებობაზე, იმიტომ რომ გამოხშირულია, ხო, ეს სფერო იქ პროფესიონალებისგან საკადრო წმენდის შედეგად აქვს პოტენციალი ზოგადად აი რეჟიმის პირობებში შესაძლებელია, რომ აწივ თქვა დაიწყოს უკეთესი კონსერვაცია და ასეთი ისტორიული ზიანი არ მივიღოთ, იმიტომ რომ ამის გამოსწორება, რა ვიცი, როგორ განგრძობადი ზიანია ხომ ეს? პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ ქალბატონი თეაუნიანს კულტურის სამინისტროს სისტემაში მუშაობის ძალიან დიდი გამოცდილება აქვს სხვადასხვა პოზიციაზე, ამიტომაც მე ვთვლი, რომ მან ძალიან წინდახედული ნაბიჯი გადადგა, როგორც სააგენტოს მას რომ არ დაკისრებოდა შემდეგ რომელსაც ჩაბარდა ძალიან მძიმე მემკვიდრეობა, სხვადასხვა მინისტრის გამოვლილი შეცდომები, სააგენტოს ხელმძღვანელი ცვალებადი, დიდი არაერთი პრობლემა და მან რაღაცნაირად თავი დაიზღვია, იმიტომ ყველაფერს დაარქვა თავის სახელი, რომ ჩემს ხელმძღვანელობამდე მე კულტურული მემკვიდრეობა ქვეყანაში ჩამბარდა ასეთ მდგომარეობაში და ეს გამოწვევები. ამისთვის კი საჭიროა ბევრი რაღაცა, ალბათ ჩამოთვლილი, მე დარწმუნებული ვარ, რომ რაღაც დასკვნებიც იქნება მზად, მაგრამ მან თქვა, რომ უცხოელი ექსპერტები არიან ჩამოსაყვანი. რითაც დაასრულა, ესე იგი საუბარი deep state-ზე სავარაუდოდ კულტურის სამინისტროს ფარგლებში, იმიტომ რომ დიახაც უცხოელი ექსპერტები ყოველთვის ჩამოდიოდნენ საქართველოში და მუშაობდნენ ქართველ მეცნიერებთან და ექსპერტებთან ერთად, რომლებიც ახლა სამსახურებიდან გაუშვეს სამწუხაროდ და მე იმედი მაქვს, რომ გამოსავალი იქნება მოძებნილი, თუ იქნება პოლიტიკური ნება. ჩვენ მთავარია დავსვათ კითხვა არის თუ არა პოლიტიკური ნება, თუ აქვს ქართულ ოცნებას დღის წესრიგში გადაარჩინოს ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები. მაშინ, როდესაც გაქვს არაჩვეულებრივი კვლევითი ორგანიზაცია ჩუბინაშვილის ცენტრი, რომელიც დასკვნაზე ამზადებს, იგებს გრანტებს, დინომის საუბრა, ხო ეს გრანტი დაიკარგა, ჯვრის მონასტერი ესე იგი ისევ ზიანდება, არადა იმიტომაც არ მიაღებინეს ჩუბინაშვილის ცენტრს ეს გრანტი, რომ ჯვრის მონასტერს მოხმარებოდა, რომ კულტურის სამინისტრო ითხოვდა თანამშრომლის ჩასვას, საკუთარი ვიღაც ახლობლის და მეგობრის ჩასვას ამ კომისიაში. ნეპოტიზმის რაღაც გამოვლინება. ამიტომაც მე ვთვლი, რომ ესე იგი საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობა იქნება უმნიშვნელოვანესი. მე მახსენდება 2023 წელს კირითხუროს, ქვითხუროს, ოსტატების რეესტრს ამზადებდა სამინისტრო, იმიტომ რომ ამბობდნენ, რომ თურმე იმიტომ ინგრეოდა გელათი და ყველა ის ტაძარი, რომელზეც საუბრობდა ქალბატონი თეაუნიანი, რომ თურმე ჩვენ არ ყავს აი ეს ოსტატები და რეესტრი მოაწესრიგებდა ამ კომპეტენტური, ესე იგი, პროფესიონალების აი ამ პროცესს. თუმცა საბოლოო ჯამში მე ვსვამ კითხვას და სად არის ეს რეესტრი, სად არიან ეს ოსტატები? ქალბატონი თეაუნიანი ისევ უცხოელ ექსპერტებს საუბრობს და მაინტერესებს სად არის ქალბატონი ელისო ბოლქვაძე, რომელიც მაშინ გახდათ, ვერავინ ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას და ეს ძალიან კარგად იცის ქალბატონმა თეაუნიანმა და ამიტომაც საუბრობს ეს ხმამაღლა, რაც მისასალმებელია. ქალბატონი ელისო ბოლქვაძე, რომელსაც მიუმართავდით ჩვენ მთხოვდით შეხვედრებს, არაერთი შეხვედრა მოგვითხოვია მისთვის, რომ გაეხსნა კარი პარლამენტის ექსპერტებისთვის და ხელმოწოდნეებისთვის, ის საუბრობდა, რომ სიძველეები ინგრევა, იმიტომ რომ ეს სიძველეებია
და ეს ასე ხდება ყველგან და ქალბატონი ელისო ბოლქვაძე ასე იმშვიდებდა თავს რომში მაინც არ საზოგადოებას ამშვიდებდა, მაგრამ ჩვენ ახლა ნუ მოვთხოვთ ბევრს ამ კუთხით ქალბატონ ელისო ბოლქვაძეს მიუხედავად იმისა, რომ ის ახლა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში კულტურის მინისტრის პოსტს იკავებს, მე მაინც იმედს ვიტოვებ, რომ გაერთიანდება საზოგადოება საექსპერტო და კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოში თუ ადამიანებს და გუნდებს ჭირდებათ გაძლიერება რეკომენდაციებით, რჩევებით, ეს კარი სააგენტოსი ახლა მაინც გაიხსნება პროფესიონალი წრეების. თუ ვინმე ასევე განგაშს უნდა ტეხტეს ამ თემაზე საპატრიარქო მან რა ხდება მაგაზეც რომ ვისაუბროთ. ნინო თუ გაგიგიათ თქვენ მათგან გამო. საპატრიარქოს მხრიდან წუხილი შესაძლოა არსებობდეს, მაგრამ საპატრიარქო არ არის ის უწყება, რომელიც ამ კონტექსტში არის პირველი მოპასუხე. და ეს სწორია. განგაშს საპატრიარქოს სამწუხაროდ ძალიან ბევრ სხვა უშუალოდ მათი კომპეტენციის და მათი რეალობის ფარგლებში არ ტეხენ ბევრ სხვა რაღაცაზე, ამიტომ მე არ ველი საპატრიარქოსგან ამ შემთხვევაში არაფერს განსაკუთრებულს, ისეც რაც აქამდე მას არ გაუკეთებია. ის გამოხატავს წუხილს და აფიქსირებს და იტყვის, რომ მაგალითად თუ საქმის ვითარებაში იქნება ჩართული საპატრიარქოს წარმომადგენელი, ეს საქმე გაცილებით უფრო უკეთესად წარიმართება, იმიტომ რომ ეს არის მათი ტენდენციური პოზიცია. მაგრამ რატომ ისაუბრა ახლა თეაონიანმა აი ყველა იმ პრობლემაზე, რომელიც არსებობს? მე ძალიან სკეპტიკურად ვარ განწყობილი თეაონიანის მიმართ. ამას აქვს თავისი ჩემი აზრით ობიექტური მიზეზი, იმიტომ რომ მე არ მჯერა რომ კეთილსინდისიერი სამუშაოს შესრულება შესაძლებელია არალეგიტიმური მთავრობის უწყებაში. მაშინ, როდესაც უწყებას არ წარმოადგენს ლეგიტიმური მთავრობა და უწყება არ არის ლეგიტიმური ხელისუფლების მხრიდან და მხარდაჭერილი, ასე ვთქვათ, ამ უწყებას ვერ ექნება ვერანაირი გადაწყვეტილების მიღების და ამ მიღებული გადაწყვეტილების განხორციელების შესაძლებლობა. თეაონიანმა თქვა ასეთი რაღაც, რომ 2026 წელს, მაგალითად ისევ ჯვრის მონასტერზე რომ ვისაუბროთ, 2026 წელს და არის და უკვე დაგეგმილი გარე პერანგის რესტავრაცია. ეხლა რანაირად უნდა დავიჯეროთ, რომ ამდენი წლის განმავლობაში ის რაც იყო უგულებელყოფილი ხელისუფლების მხრიდან, ახლა 2026 წელს და ისევ მომავალში საუბრობს თეაონიანიც, შეიცვლება დამოკიდებულება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მიმართ. ის რომ თეაონიანმა პრობლემები გამოკვეთა და დააფიქსირა, ჩემთვის არის ორი შესაძლო ვერსიაზე მიმანიშნებელი. პირველი, რომ რაღაცნაირად მოხდა ისე, რომ თეაონიანს არ სურს იყოს ასოცირებული იმ პრობლემებთან, რომლებიც არსებობს და რომლებიც არის კაფიო და თვალნათელი, ამაზე თვალს ვერ დახუჭავს ვერავინ. და ის ემიჯნება უკვე იმ პრობლემებს, რაც არსებობს და მეორე, რაც ასევე ძალიან მაღალი ალბათობით ჩანს ჩემი გადმოსახედიდან ყოველ შემთხვევაში, ქართულ ოცნებას სურს გამოიკვეთოს ერთი ან მაქსიმუმ ორი და არა მთელი სისტემა იმ დამნაშავე პირების, რომლებსაც უშუალოდ მიუძღვით წვლილი ეს შეიძლება იყოს თავისუფლად შეიძლება იყოს თეა წულუკიანი, არ ვიცი რა შეიძლება არსებობდეს თეა წულუკიანის მიმართ ბიძინა ივანიშვილის მხრიდან და მისი უკმაყოფილება თეა წულუკიანის მიმართ შეიძლება იყოს ძალიან ბევრი სხვადასხვა ფაქტორით განპირობებული, ან კიდევ სხვა პროცესები მიმდინარეობდეს, რომელზეც ჩვენ ამ წუთას ესე ღიად ვერაფერს ვერ ვიტყვით, იმიტომ რომ ბევრი არაფერი არ გამოჩენილა, მაგრამ შესაძლოა დადგეს თეა წულუკიანის მიმართ პასუხისმგებლობის საკითხი, იმიტომ რომ თეაონიანმა სხვათა შორის კულტურის სამინისტროზე გააკეთა უფრო მეტი აქცენტი და არაფერი არ უსაუბრია თუნდაც ნიკოლოზ აზნაურაშვილზე, რომელიც მისი უშუალო წინამორბედია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში, რომელიც ასევე თანაბრად დამნაშავეა. როგორც თქვენ მოყევით, წულუკიანმა დანიშნა. კი, წულუკიანის წარმომადგენელი ნიკოლოზ აზნაურაშვილი წლების განმავლობაში იყო ზუსტად იმ პოზიციაზე, რა პოზიციაზეც არის დღეს თეაონიანი და თეაონიანს თუ ბრალდებების წაყენება სამართლიანად უნდოდა, აუცილებლად ნიკოლოზ აზნაურაშვილიც უნდა ეხსენებიდა იქ და კულტურის ეროვნული სააგენტოს, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მისი უშუალო წინამორბედის და წინა ისტორია უნდა დაესახელებინა, მოეყოლა ასევე, მაგრამ მან მხოლოდ კულტურის სამინისტროს მიმართულებით გააკეთა აი ესეთი ღია ბრალდება. ამიტომ არ გამოვიწყდა წინამორბედი ვინ იყო? მისი პასუხისმგებლობა. წულუკიანის წინამორბედი იყო მიხეილ გიორგაძე, თუ არ ვცდები. შეიძლება ვცდებოდე, მაგრამ ჩხენკელი კულტურის თუ განათლების მინისტრი იყო. საერთო სამინისტრო.
სადამდე შეიძლება ჩავიდეს. ძალიან საინტერესო კითხვა სხვათა შორის ეს კულტურის მინისტრების აი საყდრისი რომელზეც დია საუბრობდა საყდრისის აფეთქებაზე ხელის არ მოწერას და ამაზე ნებართვის არ გაცემას გადაყვა გურამ მოდიშარია რომელიც მაშინ იყო კულტურის მინისტრი არ მოაწერა გურამ მოდიშარიამ ხელი ამ განკარგულებას რომელიც მოდიოდა ქართული ოცნების რეალური მმართველისგან ბიზინა ივანიშვილისგან კი ბატონო და შეეწირა კიდეც და მოვიდა მიხეილ გიორგაძე რომელმაც ძალიან მშვიდად და წყნარად გააკეთა ის რაც არ გააკეთა გურამ მოდიშარიამ ანუ რაზე გადის აი რეჟიმის მიმართ ლოიალობა ჩვენ კარგად ხედავთ ამას და საზოგადოებაც კარგად ხედავს ეს გადის კულტურული მემკვიდრეობის ნგრევაზე და ყველაფერი იმ ქართული ეროვნული ტრადიციული სულისკვეთების ჩაკლაზე რაც უაღრესად მნიშვნელოვანია საქართველოს საზოგადოებისთვის